აქციის მონაწილეები ახლა არიან ნამდვილად კოტე-აფხაზის ქუჩაზე, თუმცა აქაც საპატრულო და თბილისის პოლიციის წარმომადგენლები მათ მიუთითებენ, რომ არ გამოიყენონ გზის სავალი ნაწილი, საავტომობილო ნაწილს გულისხმობ და იარონ მხოლოდ ტროტუარით. ვინც არის ნამყოფი ამ ქუჩაზე, ალბათ იცის, როგორი ვიწრო ტროტუარებია და ადამიანების რაოდენობა კი საკმაოდ ბევრია და ძალიან ჭირს გადაადგილება ტროტუარზე. გზის სავალ ნაწილზე თავად პოლიცია, მე ვთხოვ ახლა ოპერატორს, რომ გვაჩვენოს პოლიციელები, რომლებიც არიან გზის სავალ ნაწილზე, თავად კეტავენ გზას და არაძლევენ აქციის მონაწილეებს, რომ გამოიყენონ თუნდაც ერთი პატარა ზოლი იმისთვის, რომ გადაადგილდეს აქცია. იყო რამდენიმე ინციდენტის შელაპარაკება პოლიციასთან. თქვენც ახსენეთ, რომ აქ მყოფი იურისტები უხსნიდნენ, რომ კანონით და კონსტიტუციით მათ ჰქონდათ უფლება, რომ გამოეყენებინათ საავტომობილო გზის ნაწილი, თუმცა პოლიციას არ უნდა გაიგოს, თავად ვერ უთითებს ვერცერთ ნორმას. ახლა როცა ნიკაფრთხილად ნამდვილად არის ადამიანების რაოდენობა, რომ გადაიკეტოს თუნდაც გზა და გადავიდნენ საავტომობილო გზაზე, რატომ არ აქვს საშუალება გამოიყენონ ეს საავტომობილო გზის ნაწილი და გადავიდნენ ამ გზაზე. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მაინც განმარტება არ იქნა არც ერთხელ მიცემული ნორმალური და გასაგები ყოველ შემთხვევაში, რატო არ აძლევდნენ აქციის მონაწილეებს საშუალებას იმისა, რომ გამოეყენებინათ ეს გზის სავალი ნაწილი. ნატია, პრინციპში ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, როგორ რეაგირებს პოლიცია. უბრალოდ ამ შემთხვევაში საინტერესოა თავად აქციის მონაწილეების განწყობა, მიზანი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ თავად ამ საპროტესტო აქციამ ფორმა იცვალა, გახდა უფრო დინამიური, ამოზრავდა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თავად პოლიციაც დაბნეულად იქცება, თუნდაც იმის გამო, რომ წინასწარ უცნობია მარშრუტი აქციის გადაადგილებისა. აი, თავად აქციის მონაწილეების განწყობები უფრო გვაინტერესებს ამ ეტაპზე, რადგან როგორც ჩანს, ასეთი ვითარება დიდხანს შენარჩუნდება თითოეულ საღამოს, როდესაც აქცია თავის შემადგენლობით დაიწყებს გადაადგილებას სხვადასხვა მიმართულებით. და აქციის მონაწილეების მთავარი მიზანი არის, რომ მათი პროტესტის ხმა მიიტანონ დედაქალაქის ყველა ქუჩაზე, ყველა კუთხეში და ყველას გააგებინონ, რას ითხოვენ ისინი. ეს არის სწორედ ამ მსვლელობის მიზეზი, სწორედ ამიტომ დაიძრნენ ისინი მსვლელობით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. წინა დღეებშიც ჰქონდათ ასეთი აქტივობა. მე ეხლა რა თქმა უნდა შევეცდები, რომ მოგასმენინოთ თავად აქციის მონაწილეების განმარტებები, თუმცა ამ სივიწროვეში ცოტა რთულია ამ ფორმატში მუშაობა. ეხლაც გარკვეული შელაპარაკება, როგორც ხედავ მე აქ პოლიციასთან და ხმის გამაძლიერებით ეუბნებიან, რომ არ შევიდნენ კონფრონტაციაში. თქვენ რას ფიქრობთ პირდაპირ ეთერში, რასაც უყურებთ, პოლიცია არ გაძლევს საშუალებას, რომ გზის სავალი ნაწილის კონდაც პატარა მონაკვეთი დაიკავოს? არაფერი, პოლიცია როგორც რეჟიმის მსახურები კიდევ ერთხელ ფაქტია, რომ არ ღვევენ კანონს. იმ კანონსაც კი, რომელიც ჯერ კიდე თუნდაც აი ამ დაკოწული მახინჯი კანონმდებლობით დაწერენ, რომ აი ამ ქუჩაზე, სადაც ერთი სავალი ზოლია და აი იქაც კი არ აძლევენ აი ამდენ ადამიანს, ხო? ეხლა ხო მინიმუმ 1500 ადამიანი ვართ აქ, ხო? ჩვეულებრივ შეიძლება ეს ქუჩა დაიკეტოს, მაგრამ ნუ ბრძანება მოუვიდათ, რომ შეუშალონ ხელი ყველაზე ლეგიტიმურ პროტესტს, რაც საქართველოში წელიწადია გრძელდება. რის მიღწევას ცდილობენ? გასაგებია, რომ მთელი ეს პერიოდი უნდათ რომ ჩაახშენონ. არაფერი, ფაქტია ის, რომ აი ეს ბოლო რეპრესიული კანონის ფაქტობრივად ჩაუვარდათ, როდესაც რუსთაველზე საზოგადოება არ შეეპოვა და მაინც კეტავდათ და ახლა უნდათ რომ აი ამ საშუალებით, რომ უბრალოდ საშუალებაც არ მოგცენ გადაადგილების, რომ იქნებ როგორმე ეს პროტესტი გაანეიტრალო, თან მაშინ, როდესაც ნახეს, რომ ეს დაჭერები მათ ისედაც შერყეულ და გაცამტვერებულ იმის საერთოდ ანადგურებდა, როცა პედაგოგებს, წერლებს, რა ვიცი, ნებისმიერ მოხუც ქალბატონებს, პენსიონერებს აკავებდნენ. ამიტომ ახლა ცდილობენ, რომ ეს რეპრესიები რო არ მოუწიოთ, უბრალოდ აღარ მოგცენ ქუჩაზე გადასვლის საშუალება, რაც ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა. მადლობა. მე შევეცდები ქალბატონო, თქვენ რას ფიქრობთ? არცად სამართალი და არ იქნება სამართალი მანამ სანამ ამ სატანებს არ მოვიშორებთ რუსებმა, რომელიც გამოგვიგზავნეს საქართველოში და
ჩვენი დაღუპვისთვის აკეთებენ ყველაფერს საქართველოს განადგურებისთვის, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით. ქართველი ერი არ იმსახურებს დამცირებას და არც დავიმცირებთ თავს. გავყრით მაგათ და მოვიშორებთ მალე. დარწმუნებული ვარ 100% დრო უნდა ცოტა. მადლობა ნიკა, აქეთ გადავიდეთ რაღაც. შეჩერდა რამდენიმე წამით აქცია, თუმცა აქედან ალბათ უკეთ დავინახავთ, რომ ტროტუარზე გრძელდება ადამიანების მსვლელობა, მოქალაქეები შეძახილებით, საყვირებით ისევ მიემართებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და გზის სავალ ნაწილზე არის განლაგებული პოლიცია, მიყვებიან ამ მსვლელობას და მათ აქვს დაკავებული კოტე აფხაზის ქუჩა, საავტომობილო გზა ფრთხილად წინ ის არის. პირველი ჩართვის დროსაც ჩანდა ძალიან კარგად და ახლა ჩანს რომ საკმაოდ მრავალრიცხოვანი არის თავად ეს მსვლელობა. გრძელდება უკვე საათზე მეტია, შეკრება კიდევ უფრო ადრე დაიწყო. იყო თუ არა დღეს დაანონსებული მანქანების მსვლელობა აქციის მონაწილეთა სხვა ნაწილის მეშვეობით? კი, საღამოს 9 საათზე ზუსტად რესპუბლიკის მოედნიდან აიღო სტარტი საავტომობილო პროტესტმა, მათ რამდენი მეტრე გააკეთეს რუსთაველის გამზირზე საყვირებით, საქართველოს დროშებით და ეს პროტესტი რა თქმა უნდა იყო. ახლა კოტე აფხაზის ქუჩაზე, როგორც ხედავ, აღარ გრძელდება ისინი აი აქ წინ მიდიან, სავარაუდოდ ისევ რუსთაველის გამზირისკენ წავა ეს მსვლელობა, რომელიც დაახლოებით 40 წუთია უკვე დაწყებულია.